დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. ორშაბათია ვიწყებთ. კვირას. ძალიან კარგად ვიწყებთ ფათაშორის. როგორც ყოველთვის. პირველ ნაწილში გვანცას ბენეფისი რასაკვირველია. ჩემი არა, ჩვენი ჟურნალისტების. ნუ ჩვენი ყველასი, მოდი ერთ გუნდური მუშაობა. იმიტომ რომ ხო, ეს არის გუნდური მუშაობის შედეგი და ვცდილობთ რომ ყოველთვის რაც არ იყოს საჭირო ინფორმაცია ვცდილობთ რომ იყოს სახალისოც და რაც თავარია განსხვავებული, იმიტომ რომ ეს არის სხვა ამბების სხვა შუა დღეში. და მელოდი მოა მოსრიალებული დღეს. თოლში იყო და ბაია დაუსვას ზედ შეგეცოს, აი თქვენ რო გაინტერესებთ ზუსტად ისიც. ასე რომ მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ თუ დეზერტირების ბაზარში მიბრძანდებით და იქ ყურსასმენებით აღჭურვილ ტურისტს შენიშნავთ. პროექტ კულინარიული წარმოდგენების ხმოვანი გიდი ყველა დაღთან მიგიძღვებათ და განსაკუთრებულ პროდუქტებზეც მოგიყვებათ. აუდიო ტურის გმირებს შორის მოხვდა ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრეც, რომელმაც ავღანეთში მსახურების შემდეგ მცირე ბიზნესი სწორედ იქ წამოიწყო. Trouble so hard, trouble so hard, don't nobody know my trouble but God. მინდა რომ კაფე კაფკასთან შემხვდე, რომელიც დეზერტირების ბაზრის მთავარ შესასვლელთანაა. მოდი, მეც იქ დაგელოდები. აუდიო ტური, რომელიც დეზერტირების ბაზრის მრავალფეროვან რიგებს შორის გაგიძღვებათ, ბაზრის ცენტრალური შესასვლელიდან იწყება. მათ ვისაც გონია, რომ დეზერტირების ბაზრის თითოეულ სექციას კარგად იცნობს, ან მათ ვისაც ჯერ საერთოდ არ აღმოუჩენია ეს ტერიტორია ნამდვილი სურპრიზიელით. აუდიო გიდის დახმარებით, მისი მსმენელი სულ სხვა პერსპექტივაში აღმოაჩენს მას და ბაზრის ეგზოტიკას სრული სიცხადით შეიგრძნობს. მზად ხარ? მაშინ დავიწყოთ. გაბრიელ ადამსი შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა, დროებით საქართველოში ცხოვრობს. ამბობს, რომ დიდ სუპერმარკეტებს ყოველთვის ბაზარში წასვლას არჩევს. აუდიო გიდის საშუალებით კი შეძლებს დეზერტირების ყველა კუთხე მოინახულოს და მისი ყველა საიდუმლო წერტილი აღმოაჩინოს. მარცხენა მხარეს დაინახავ ერთ-ერთ პირველ დახელს, სადაც ჩურჩხელა იყიდება. აუდიო გიდი მას თითოეულ ნაბიჯს კარნახობს. ეუბნება სად იყიდება საუკეთესო ჩურჩხელა, ან როგორ უნდა მოხდეს დაღთან, სადაც ქართულ სუნელებს შეიძენს და თუ ერთი წამით თვალსაც დახუჭავს, მის სურნელსაც ბოლომდე შეიგრძნობს. ხმოვანი გიდი მიიყვანს სექციაში, სადაც ცოცხალი ქათა მიიყიდება. დეზერტირების ბაზრის პატარა ბარსაც აპოვნინებს, სადაც ქართული ღვინის ადგილზე დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთადერთი რაც გაბრიელს ევალება, ფეხი აუწყოს გიდის ნაბიჯების ხმას. გოჩა ავღანეთში მსახურობდა, დღეს კი საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს. მათ ვისაც ინდური ბრინჯის ან ოსპის დაგემოვნება სურს, სწორედ გოჩასთან მიდიან. გოჩა ერთ-ერთია, რომელიც აუდიო ტურის გმირად იქცა. თითოეულ გამყიდველს თავისი ისტორია აქვს, ხმოვანი გიდიც მათგან ყველაზე საინტერესოებს მოგიყვებათ. სანამ გარე მოვაჭრეებისგან გაბრიელი ბაზრის ცენტრალურ ნაწილში გადაინაცვლებს, გზად დეზერტირების დაარსების ისტორიასაც გაიგებს. აუდიო გიდი ბაზრის ისტორიულ მნიშვნელობაზე თუ მოვაჭრეების დღევანდელ ყოფაზეც მოუყვება. ეს ახალი შენობაა. ადრე აქ სხვა შენობა იდგა, საბჭოთა პერიოდის შენობა. ეს ბაზრის ის ნაწილია, სადაც ლიტკას უყვარს სიარული. ის პოლონეთიდანაა. ხმოვანი გიდი იმ ადამიანებსაც გაგაცნობთ, ვინც საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და დეზერტირების ბაზარში მშობლიური ინგრედიენტები თუ უბრალოდ საყვარელი წერტილები აღმოაჩინეს. ამ ბაზარში რა თქმა უნდა პირველად ვარ. აუდიო გიდის დახმარებით მე ეს ადგილი სულ სხვა პერსპექტივით დავინახე. თანაც ძალიან სასარგებლო იყო. ეს ისტორიები ბაზრისა და მისი სპეციფიკის ბოლომდე აღქმაში დამეხმარა. ალბათ ასე საინტერესოდ ვერ გავატარებდი დროს, აქ რომ დამოუკიდებლად ხმოვანი ტურის გარეშე მოვსულიყო. აუდიო ტური კულინარიული პროექტის ნაწილია, რომლის იდეაც 1 წლის წინ გაჩნდა. აუდიო ტური საქართველოში მცხოვრები მიგრანტებისთვის შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ პროექტი ორენოვანი გახდა. პროექტის შესაქმნელად ჩატარდა კვლევა. მიგრანტებისა და დეზერტირების ბაზრის გამყიდველების გამოკითხვის შედეგად კი ხმოვანი გიდის პროგრამაში ყველა ის ადგილი და პროდუქტი მოხვდა, რომლებიც მიგრანტებმა საქართველოში ჩამოსვლისას დეზერტირების ბაზარში აღმოაჩინეს. უბრალოდ ეს პროექტი გაჩნდა, ეს არის დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც არის კულინარიული წარმოდგენები და ეხება თბილისში მცხოვრებ მიგრანტებს და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე უკავშირდება ნაწილობრივ საჭმელსაც. ხო, ეს ადამიანები ჩვენც, როცა მივდივართ სხვაგან, გვაქვს რაღაცა ტრადიციები, გვენატრება საჭმელი, ცვილობის გავყიდვით. ესევე არიან ის ადამიანები, რომ ჩამოდიან. და ზუსტად ეს გაჩნდა, სად დადიან, სად ყიდულობენ იმ პროდუქტს, რაც მათ ჭირდებათ ამა თუ იმ კერძის გასაკეთებლად. ამიტომ ეს ძალიან ბევრი ასპექტი, რომელიც არის ამასთან დაკავშირებული, საჭმელთან, ბაზართან, ქალაქთან, ყველაფერი საინტერესო იყო და აი ესე თავი მოიყარა ამ
კონკრეტულად ამ პროექტში მე კომპანია GeoAir-ი დამიკავშირდა მათ სურდათ გაეკეთებინათ ტური მიგრანტებისთვის, რომელიც კულინარიასთან იქნებოდა დაკავშირებული. მეც დეზერტირების ბაზარში 2 კვირის განმავლობაში დავდიოდი მიგრანტებთან ერთად, მათთან ერთად ვაჭრობდი. გამოვიკითხე გამყიდველები და მიგრანტები, რომლებიც აქ დადიან. სწორედ ამის მიხედვით შეიქმნა ხმოვანი გიდი. მათთვის ვისაც ჯერ არ აღმოუჩენია დეზერტირების ბაზრის ფასადს მიღმა დამალული ეგზოტიკა, აუდიო გიდის გადმოწერა უფასოდ, მობილურ ტელეფონებზე თუ M-Pesa საკრავებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შეუძლიათ. გავიგე. მოგონ ვერ გავიგე რა. გავიკეთე ეს. მერე? წავედი. წახვედი. რა იცის მე იქ სადმივა რომ მიყვება ერთი და კითხვა დამამთავრებინეთ. კითხვა დამამთავრებინეთ. ავიღალია გენდერული თანასწორობა კი არა უპირატესობებით კაც. მიდი. რომ მივდივარ ამით სადმივა იმ კაცმა რა იცის რა ხდება ვაფშე ვერ მეხი. სადაც გეტყვის იქ წახვალ. გეუბნება გაუხვევ მარჯვნივ. დაინახავ ჩურჩხელას თუ არ გაუხვევ მარჯვნივ ჩურჩხელას ვერ დაინახავ. ანუ ვისაც გეტყვი რატო რო არ გაუხედო თავი რომ მივატრიალო ვერ დავინახავ? რუკა მოხდება ამ აუდიო გიდ, სადაც არის მონიშნული ძირითადი წერტილები, მაგალითად დეზერტირების ბაზრის პატარა ბარი, სადაც არის ღვინო, ჩურჩხელა, სუნელები, რა თქმა უნდა, ყველა დახს ალბათ ვერ მოიცავს ეს რაც განსაკუთრებული პროდუქტებია და რაც ნამდვილად ქართულია, ის აღნიშნული ამ რუკაზე. ძალიან კარგი ბიზნესია. ეხლა მე გეუბნებით, ხო? რაღაცა თქვა ჩურჩხელების განყოფილებაში და ამ ბევრი დრო დაგჭირდა, იმიტომ რომ ბევრნაირი არის და საერთოდ დაგაინტერესა და გინდა გამორთავ, ცოტა ხანი იქნები იქ, გაიხსეირნებ, გამოიცე, მე ისევ ჩართავ და გააგრძელებ გზას. ანუ ის კი არ არის რომ იმას ზდიო უკან იწია ლაპარაკება. იმან უნდა გზდიოს და შენ ფულსაბარაში ვიხდი ახლა, მაგრამ კაი ბიზნესია, ყოჩა ეს ადამიანი. მაგრამ არის მე სეირნობ ხოლმე, იმიტომ რომ საერთოდ მიყვარს ბაზრობაზე. სიარული ვგრძნობ ხოლმე რაღაცა იმას, რა ქვია. აფთიაქები? და რით. აფთიაქებიც არის, ყველაფერი არის და საერთოდ კარგი არის. მაგრამ რომ მოწესრიგდეს, რომ გასუფთავდეს, ამდენი ტალახი რო არის და ამდენი უსუფთავობა და ამდენი ნაგავი, აღარ დაადგა ამას საშველი. გადის წლები, გავიდა 10 წლეულები. ყველა ებრძოდა ამ ტალახს, ყველა ებრძოდა ამ ნაგავს. საოცარი უხერხული სიტუაცია, როცა ხედავ უცხოელს, მით უმეტეს რომელსაც უკვე გიდი ყავს და მოყვება და ათვალიერებს ამას ყველაფერს, ორმაგად განიცდი ამ ყველაფერს და როდისმე ეგებ დამთავრდეს ეს ამბავი და არ გამოხვიდე იქიდან გოჭივით ტალახში ამოვლებული. და კიდე ერთი რაღაც მინდა თქვა, რაც განსხვავდება წეგა და ვეთანხმები. ავღანეთში ნაბრძოლი და ვეტერანი მეომარი, ალბათ ესე რაღაც არ უნდა კონდეს ესეთი პრობლემები, კონდეს დიდი პენსია და ასე შემდეგ. და შეიძლება რა თქმა უნდა იდგეს და ყიდდეს და საქმე და ბიზნესი კონდეს, მაგრამ ზოგადად ხო, მაგრამ ბაია, შენ იმას გამოეხმაურები კიდე, არ თქვა ესეთ რამეს რო გააკეთო. მარჯვნივ არ ფეხი ფრთხილად არ ჩაყოთ გუბია და ესეც რო ჩამავატო, კარგი, ბაი, ეხლა მარჯვნივ წახვალ. ხო ის რომ შენ რომ დავამთავრო ეგ ეხლა შენ რასაც ველეშებს გადაეყა. ეხლა ამინდა გითხრა და აი მარჯვნივ ქრისტინე, ეხლა ადგები გახვალ მარჯვნივ მიხვალ და ყავის აპარატთან მიხვალ ძალიან თუ გინდა მე ადგები. მე მეგობარი ჩერი. კარგი, მაშინ მე შენ თავს ვეთქვი. მეორე ნაწილში ადგები დიმიტრი, წახვალ პირდაპირ მე მარჯვნივ ცოტა მარჯვნივ გავუხე, მოტრიალდები, ისე რომ პროფილში არ იყო, იმიტომ რომ რაღაცა არ მიხდება და ყავას გავუკეთებ ჩვენ სტუმრებს და გოგოებს. კარგი, ყავას რა დალევ, მე შეიძლება რომ საღეჭი რეზინა გამოიყენო, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. საღეჭი რეზინა, როგორც მისტიკური რიტუალი, როგორც გემრიელი თავშესაქცევი და როგორც რეკორდი. როდის დაიწყო მისი ისტორია და როგორია მისი დატვირთვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ქეთი რატიანი მოგიყვებათ. საღეჭი რეზინა მოთხოვნადი და ყველასთვის უგემრიელესი გასართობია. მეცნიერების აზრით ის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაც კი არის. საღეჭრეზინას უძველეს დროში რელიგიურ მისტიკური დატვირთვა ჰქონდა, თუმცა იმ დროისთვის ის სხვადასხვა მცენარის ფისისგან მზადდებოდა. მე-19 საუკუნემდე ის კომერციული მიზნებისთვის არავის გამოუყენებია. თომას ადამსი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ერთი წარუმატებელი ბიზნეს გეგმიდან მეორე ძალიან წარმატებული ბიზნესი დაიწყო. მან მექსიკური კაუჩუკი შეისყიდა, რისგანაც საბურავები უნდა დაემზადებინა, თუმცა ბიზნესმა არ გაამართლა. იმ დროისთვის ბავშვები ხშირად ღეჭავდნენ ფისს, თუმცა ის სიგემრიელით არ გამოირჩეოდა. თომას ადამსმა კაუჩუკს არომატიზატორების სახით სამყურასა და ძირტკბილას ექსტრაქტები დაუმატა და სახლის პირობებში საღეჭი რეზინა დაამზადა. ექსპერიმენტმა გაამართლა, რის შემდეგაც მასიური წარმოება დაიწყო.
საღეჭი რეზინა კბილს წმენს, საჭმლის ნარჩენებს ზედაპირულად ასუფთავებს. დღის განმავლობაში ჭამის შემდეგ, თუ კბილის გამოღეხვის საშუალება არ გაქვთ, ის იდეალური გამოსავალია, თუმცა რა თქმა უნდა, ის ნამდვილად არ ცვლის კბილის ჯაგრის. ხეჭვის პროცესში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი, რაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ამ სარგებელს ნამდვილად არ მოგიტანთ, თუ პირიქით არ დააზარელებს თქვენს ჯანმრთელობას, თუ მას მშიერ კუჭზე გამოიყენებთ. ხეჭვის პროცესში კუჭის წვენი გამოიყოფა. ის კი ამ დროს ცარიელია და ვერაფერს გადაამუშავებს. ეს ლორწოვანის გაღიზიანებას გამოიწვევს. სარეკლამო რგოლებში ხშირად მოისმენთ, რომ საღეჭი რეზინა კარიესისგან დაგიცავთ. ეს ასე ნამდვილად ვერ იქნება თუ ის დამატკბობელის სახით გლუკოზას შეიცავს, რადგან ის ხომ ბაქტერიებისთვის საყვარელი ადგილია. მისი დიდი ხნის განმავლობაში ღეჭვა დაუშვებელია. საღეჭი რეზინი არავითარ ზიანს არ მოგაყენებთ, თუ მას მაქსიმუმ დღეში 3-ჯერ, მხოლოდ ჭამის შემდეგ და ისიც 10 წუთით გამოიყენებთ. დიდხანს ღეჭვის შემთხვევაში კი შეიძლება კბილზე ბჟენის მორყევის მიზეზი გახდეს. რამდენიმე საათიანი ღეჭვა კი ქვედაყბის სახსრის გადატვირთვასა და კუნთების გადაღლას იწვევს. 3 წლამდე ბავშვებისთვის საღეჭი რეზინის მიღება არ არის რეკომენდებული. მოზარდების შემთხვევაში მისი გადაჭარბებული დროით არასწორად მოხმარებამ შეიძლება თანკბილვის შეცვლა გამოიწვიოს. უკვე დაღეჭილი საღეჭი რეზინისგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფერად-ფერადად მორთულ კედლებსაც შეხვდებით, რომელიც მართლაც საუცხოო სანახავია. საღეჭი რეზინის ბუშტის სიდიდეში უკვე დიდი ხანია დიდები და პატარები ერთმანეთს ერთნაირად ეჯიბრებიან. ამ ქალბატონმა 56 სანტიმეტრის სიგრძის ბუშტი გაბერა, რითაც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ისე დავბერდი საღეჭის გაბერვა ვერ ვისწავლებ. ეხა ჩემი შვილი მასწავლის და არ გამოვიდა. მე დარწმუნებული ვარ სკოლაში გაბეროდე რომ წყლაში სახეზე რომ შემოგეწმაცნება, ხო ისი? ძალიან მინდოდა და მე ჩემი შვილი დამსდევს ხოლმე რომ ვბერავ და ცდილობს ისწავლოს მენეჯერი. ესე იგი ცოტა ხნით. ნამდვილად ცოტა ხნით, კი. გავაკეთო ყავა. მიდი. გაიკეთე ხუთასმენები გაიკეთე და გიგანახი. სხვათა შორის საღეჭი რეზინაც კი შეიძლება იყიდოთ ონლაინ. ნებისმიერი. შეიძლება აბსოლუტურად. და ჩვენ შემდეგ სიუჟეტში ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ონლაინ შოპინგზე. რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეძენილი ნივთის ჩამოსვლა არ იყოს დაკავშირებული იმედგაცრუებასთან. ვირტუალური საყიდლების პროცედურებს მაკაცხვედიანი დაწვრილებით გაეცნო. ონლაინ შოპინგ სოფლიოში მილიონობით ადამიანი მიმართავს. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარების გარდა ონლაინ მაღაზიებიდან შეგიძლიათ ისეთი პროდუქტიც გამოიწეროთ, როგორიცაა ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც თქვენი ფანტაზია გასწვდება. სანამ ონლაინ ვაჭრობას შეუდგებით, პირველ რიგში პლასტიკურ ბარათზე უნდა იზრუნოთ, რომელზეც საჭირო თანხას დარიცხავთ. სასურველია დაცული იყოს თავად ის კომპიუტერი, რომლიდანაც ახდენენ ოპერაციას, დაცული იყოს ის ვებგვერდი, იყოს სანდო ვებგვერდი, საიდანაც იწერენ და ასევე დაცული იყოს მათი ანგარიში, ქონდეთ რთული პაროლი, თქო შესასვლელი იქ და არ ქონდეთ მარტივი პაროლი და ქონდეთ დაცული ანგარიში. ასევე სასურველია რომ ქონდეთ ცალკე ბარათი, საშოპინგო, თქო სახელფასო სადებეტო ბარათი თუ არ ექნებათ მაინც და მაინც საშოპინგოდ გამწესებული, კარგი იქნება რომ რაღაც ცალკე ბარათი ქონდეთ რომელზეც თანხას სასურველია განათავსონ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც უწევთ მათ ვაჭრობა და საქონლის შეზენა თუ არის დოლარში, შობია რომ შევიძინოთ დოლარი და შემდეგ განვათავსოთ ეს ანგარიში. ინტერნეტ შოპინგისთვის განკუთვნილ ბარათზე საჭირო თანხის განთავსების შემდეგ ირჩევთ რომელიმე ადგილობრივ კომპანიას, რომელიც უცხოეთიდან გამოწერილი ამანათის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სამისად კომპანიის ვებგვერდზე შესვლა და დარეგისტრირება აუცილებელი. მარტივი კითხვარის შევსების შემდეგ კომპანია ამერიკაში ვირტუალურ მისამართს მოგანიჭებთ, რომლითაც ნებისმიერი სახის ონლაინ ვაჭრობის დროს ისარგებლებთ. ახლა დრო მოიძიოთ ვებგვერდი, საიდანაც ამა თუ იმ პროდუქტის გამოწერა გსურთ. არჩევანი დიდია. სასურველი ნივთების არჩევამდე ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ. სამისოდ მოკლე კითხვას ავსებთ და პროდუქციის დათვალიერებას იწყებთ. სასურველ ნივთებს ონლაინ შოპინგისთვის განკუთვნილ ვირტუალურ ჩანთაში იყრით. იქამდე კი პროდუქციის ზომა და ფერი უნდა მიუთითოთ.
ყურადღება გმართებთ გამოსაწარი ნივთების ზომის შერჩევისას. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომები ამერიკასა და ევროპაში შეიძლება განსხვავდებოდეს. თავის დაზღვევის მიზნით აუცილებლად ისარგებლეთ ზომის ცხრილით, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ონლაინ მაღაზია გთავაზობთ. ტანსაცმლის შერჩევისას ყურადღებით დააკვირდით ქსოვილის შემადგენლობას, რომელიც მას ყოველთვის თან აქვს დართული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სამოსის რეალური ფერი ვებგვერდზე მითითებულისგან შეიძლება რამდენიმე ტონითაც კი განსხვავდებოდეს. ამიტომ ყოველთვის წაიკითხეთ ნივთის აღწერილობა, სადაც მისი ფერი ზუსტადაა განსაზღვრული. უკვე რამდენიმე წელია ვსარგებლობ ონლაინ გამოწერებით. ძალიან კომფორტულია დროის დაზოგვის მიზნით და ამავდროულად თანხებიც გეზოგება ჩემი აზრით. არჩევანიც ძალიან დიდია და არის საშუალება, რომ ისეთი ბრენდი, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოსულა საქართველოში, რომ გამოიწერო, მაგრამ არის რაღაც ცდომილებები, რომელიც შეიძლება რომ აი ამ შემთხვევაში შეცდეთ ზომაში, ფერშიც მინდა გითხრათ, სულ ახლახან გამოვწერე და საკმაოდ შევცდი ზომაშიც და ფერშიც და მეგობარს ვაჩუქე, მაგრამ ვიტყოდი მაინც რომ არჩევანი იმდენად დიდია, რომ მე მირჩევნია გამოვიწერო, ვიდრე აქ საქართველოში ვიყიდო. ზომისა და ხარისხის ცდომილებისგან თავი მაქსიმალურად რომ დაიზღვიოთ, სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ ყურადღებით გაესანით იმ მომხმარებლების ანოტაციებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს თქვენთვის სასურველი პროდუქტი. გაითვალისწინეთ, რომ ნივთის ან ნივთების ღირებულებას გამოწერის პროცესში თითქმის ყოველთვის ემატება ონლაინ ვაჭრობის დამატებითი საფასური, რომელსაც თითოეული ონლაინ მაღაზია თავად განსაზღვრავს. სასურველი ნივთების შერჩევის შემდეგ შევდივართ ვირტუალურ ჩანთაში და მივუთითებთ სპეციალურ ღილაკს, რომელიც ყიდვის პროცესის დასაწყისს ნიშნავს. შეკვეთის განსახორციელებლად ვებგვერდი მცირე კითხვას ჩამოშლის, სადაც თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეგყავთ. გრაფაში, სადაც მისამართის, ტელეფონის ნომრისა და საფოსტო ინდექსის მითითებას გთხოვენ, უკვე მინიჭებული ამერიკული მისამართი შეგყავთ. საბოლოო ეტაპზე პლასტიკური ბარათის ნომერი, ბარათის ვადის გასვლის თარიღი და დამცავის სამნიშნა კოდი უნდა მიუთითოთ. რამდენიმე წამში მოგივათ დადასტურება, რომ შეკვეთა წარმატებით განხორციელდა. ამის შემდეგ ამანათის ჩამოსვლის თარიღი შეგიძლიათ გადმომზიდი კომპანიის ვებგვერდზე საკუთარ განყოფილებაში აკონტროლოთ. როგორც კი ამანათი საქართველოში ჩამოვა, თქვენს გვერდზე შეტყობინებას მიიღებთ, სადაც ნივთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა იქნება მითითებული. მას ამანათის წონა განსაზღვრავს. 1 კილოგრამის ტრანსპორტირება საშუალოდ $7 დაგიჯდებათ. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ მიერ გამოწერილი ნივთის ან ნივთების საერთო ღირებულება 300 ვარს აჭარბებს, ამანათის გამბაჟება მოგიწევთ. გამბაჟება თვითონ პროცედურა ძალიან მარტივია, მომხმარებელი წარმოადგენს ინვოის ნივთის, რომელიც ნებისმიერ რომელსაც ნაკიდი აქვს ნივთი, იქიდან ამოიღებს შეკვეთის დეტალებს, ჩვენთან წარადგენს ამას, გამბაჟდება 1 დღე არ სჭირდება, მაგას რამოდენიმე წუთის ან საათის საქმეა. მოვაწერს ხელს დეკლარაციას და მერე გაიტანს ამანათს. საგამბაჟო გადასახადების გადახდისთვის კი 30 დღეა ქვადა. ამანათის ტრანსპორტირების თანხას სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით ან ონლაინ ბანკინგით იხდით. სამისოთ იმ კომპანიას მიუთითებთ, რომელმაც თქვენი ამანათის ტრანსპორტირებაზე იზრუნა. შესაბამის გრაფაში თქვენი ამერიკული ვირტუალური ოთახის ნომერი შეგყავთ და მოთხოვნილ თანხას რიცხავთ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ საკუთარ ამანათს მიაკითხოთ. მისი მოთხოვნისას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამერიკული ოთახის ნომრის დასახელებაა საჭირო. კილოცა მაკაშენაძეს. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომელსაც ჯერ ვერ მივაღწია, ასე ვთქვათ. და ეხლა ერთი ნივთი მინდა, რომელიც აქ ვერ ვნახე და მხოლოდ ონლაინ არის და უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი და გამოვიწერე. ნივთია? 300 ლარზე მეტი ხო არ არის? რაც ახლა სხვათა შორის კურსი, ასე ვთქვათ, საოცარ ცვლილებებს განიცდის, კი, მიარტყა და გადააჭარბა. ამბაჟება დაგჭირდება. არა ადვილია თქვა იქ ამ ხალხს. კარგი, ვირტუალურ სამყაროში ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი, თუმცა საკვებს, სხვადასხვა მოვლის საშუალებებს და სათამაშოებს თქვენი პატარა 2 კვირა ვერ დაელოდება. PSP-ში საბავშვო კვირეული დაიწყო, რომელიც ფასდაკლებას უკლებლივ ყველა საბავშვო პროდუქტზე მოიცავს. სიტუაცია PSP-ში უკვე დაწყებულია 4 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე დავიწყეთ საბავშვო კვირეული. აქცია საბავშვო კვირეულის ფარგლებში PSP-ს სააფთიაქო ქსელში ფასდაკლება პატარებისთვის განკუთვნილ უკლებლივ ყველა პროდუქტ შეეხო. ბავშვის კვების, ჰიგიენისა თუ გასართობი ნებისმიერი საშუალება მომხმარებელს წინა სახელწოდ გაცილებით ხელმისაწვდომ ფასადელის. იგივე საფენებთან დაკავშირებით რო ვისაუბროთ, ვიცით რომ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც ჩვილი ყავს, იმიტომ რომ საკმაოდ ინტენსიურად უნდა შეიძინონ ეს საფენები. ძალიან ფართო არჩევანია PSP საფთიაქში საფენების, შესაბამისად მათზეც ვრცელდება ეს ფასდაკლება. მაგალითად, პამპერსის ეს საფენი ღირს 4 და 95 ლარი აქციის ფარგლებში, ის მშობლები, რომლებიც მას ყიდულობენ, მიხვდებიან, ამდენად მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასია ეს. სველი ხელსახოცები საფენი
საფენებთან ასოცირებული თემაა, იმიტომ რომ ფაქტიურად ორივე ძალიან ხშირი გამოყენების არის. ყველა საფენზეც ასევე ვრცელდება ფასდაკლება, ასევე ვრცელდება მანეჟებზე, საწოლებზე, საბავშვო ჩანთებზე, აბაზანებზე, ცებამედის პროდუქცია, რომელზეც აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვილების მოვლისთვის, იმიტომ რომ შექმნილია ზუსტად იმ პიაშის მიხედვით 5 და 5, რომელიც ჩვილის კანისთვის არის მნიშვნელოვანი. საკმაოდ ვრცელი აქციები არის ცებამედის საბავშვო პროდუქციასთან დაკავშირებული ჩვენ ყველა აფთიაქში და ერთ პროდუქციას მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის უამინდობის დროს კანის მოვლის საშუალება, რომელიც არა მხოლოდ ჩვილებისთვის, მოზრდილებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქცია საბავშვო კვირეული 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრამდე გასტანს. მისი დასრულებისთანავე PSP-ს საფთიაქო ქსელი მომხმარებელს ერთთვიან აქციას უკვე ქალის სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებზე შესთავაზებს. 20%-იანი ფასდაკლება რამდენიმე დასახელების პროდუქტს უკვე შეეხო. 15 დეკემბრიდან PSP მომხმარებელს თავაზობს გრანდიოზულ ფასდაკლებებს მოვლის საშუალებებზე კოსმეტიკაზე, ასევე უამრავ საჩუქრებს თავაზობს, სიურპრიზებს თავაზობს. ფრანგული ბრენდი კოდალი საკმაოდ მაღალხარისხიანი პროდუქციას თავაზობს ქალბატონებს, სასაჩუქრე ნაკრებებს. 1 დეკემბრიდან PSP-ში უკვე არის 20%-იანი ფასდაკლება პრემიუმ კლასის ბრენდზე, STD-მზე და ამავდროულად ფასდაკლებასთან ერთად არის უამრავი საჩუქარიც. ფასდაკლებისა და აქციების პერიოდი PSP-ს საფთიაქო ქსელში 14 იანვრამდე გაგრძელდება. ყავას აკეთებს ქრისტინე. ძალიან დიდ ხანს დუხდება ეს ყავა. სამაგიეროდ არის თანაბრად მოხარული და გემრიელი. პირველი და უკანასკნელია მე რომ ყავაზე მინდა ვთქვა, რომ აი როგორი ის არის მოლოდინი, სულ აი ხა რამდენ წერტილი არის, რომელსაც ველოდები, რომ მალე დაიწყება საშობაო ფასდაკლება. ძალიან მნიშვნელოვანია, იცი, ფსიქოლოგიურადაც და ძალიან კი, ბაიკო, გეთანხმები, მან არის ერთი მაგრამ. თანხის. იმიტომ რომ როგორც წესი, ტანსაცმლის მაღაზიებში და თქვათ, იგივე ტექნიკის მაღაზიებში იმ დღესაც ამბობდი შე, რომ ეს ფასდაკლებები არის ძალიან ბუნდოვანი, მაგრამ რაც შეეხება PSP-ს, მე ბევრჯერ მაქვს ჩემს თავზე გამოცდილი ის სხვაობა, რომელიც რეალურად არის ფასდაკლებებზე და იმ აქციებზე, რომელსაც გვთავაზობენ. და ნამდვილად ვენდობი. რაც შეეხება ტანსაცმლის მაღაზიებს, ცოტა ხო, ის არის. და ტექნიკაც ცოტა ისეთი არის ხოლმე, არ მინდა ეხა ამაზე საუბარი, მაგრამ ხო. ფასდაკლება არის საწოლზე. ბენზინი ცოტა გაიაფთო და სამაგიეროდ ავტოგაზ თხლიშეს ეგრევე 1 და 15. რაღაცები ხდება რა, მოკლედ ვერ გაიგებ რა. ხო, მაგრამ ამ დღესასწაულს უხდება ეს ფასდაკლებები და ფუსფუსი რო იქ ფასდაკლება იქ 30% იქ 50% ეს გაძლევს რაღაცა შინაგან იმას, ტემპო რიტმს. ყველაზე ცუდი რა არის, იცი რომ ევროპაში ხა ვის არის ნაყოფი და იცი რომ იქ რეალური მართლა რეალურად გზნობა ამ ფასდაკლებას. ნამდვილად. ჩვენთან რაღაცნაირად ისე რა. მაინც არ გჯერა ხო სამწუხაროდ. ჯერაზე არა, თუმცა რაც შეეხება ჯერა გაგვატარეთ არის. ატყობ რა ამ ბალანსს. ხო. ატყობ და აფთიაქში დამიხარია რომ საჩუქარით შეგიძლია იყიდე, იმიტომ რომ კოსმეტიკა იყიდება ნამდვილად კარგი და ხარისხიანი. ხო, ეხა დეტალები ავისი რა არის რა. გარდა საბავშვო პროდუქციისა მიბრძანდით და გაახარეთ განსაკუთრებით ქალბატონები, თქვენი საყვარელი ქალბატონები. მე სხვა შორის ძალიან მაგარი კაფე მაქვს, მაგრამ შეძენილი. აი, პატარა ნახევარია. აღიარი. კარგი, შენ კანი დავტესტოთ კურიერის. კანის ფესტივალზე გავდივარ. მოკლე ანას ვინახავთ. მე მაგალითად ამდენი ხანია აქ ვაკეთებ ყავაჩერის, მე ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ ყავაჩერის. მე ვაკეთებ ყავაჩერის დიდი ხანია, მაგრამ ესეთი გემრიელი ჯერ მე არ გამოსვლია რა. აი, ხო, მეც მომეწონა. ასე რომ პირველად რო ვაკეთებ რაღაცას გამოდის რა. ასე რომ შემდეგ ორშაბათს შენ აკეთებ. მე ვაკეთებ ყოველ ორშაბათს ყავას, კარგი ბატონო. კარგი, სხვა ამბებს დაუბრუნდეთ და ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა, რომ თუ თხილამურები გიყვართ და ვერ ითმენთ გუდაურსა და ბაკურიაში სეზონის გახსნამდე, ან ახლა სწავლობთ სრიალს ბეთანიას სწორედ თქვენთვისა. თბილისიდან 25 წუთში სეზონი გაიხსნა და ნია ტყეშელაშვილი გეტყვით რა და რა ფასადგელით ბეთანიაში. თბილისიდან 25 წუთში ბეთანიის სათხილამურო კურორტზე ჩამოვედით. აქ სეზონი როგორც ხედავთ უკვე გახსნილია და საინტერესო რას გვიმზადებს ეს სათხილამურო კურორტი ამ სეზონზე. წავედით. რა თქმა უნდა, პირველი თხილამური გჭირდება და ახლა სწორედ თხილამურს ავიღებ. გამარჯობა, თხილამური მინდა. ეხი ზომა მაინტერესებს. 38. როგორ ხდება თქვენთან თხილამურის გაქირავება? ფასები მაინტერესებს. თხილამურის გაქირავება საათი არის, 10 ლარი, 2 საათი, 15 ლარი. და მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ საერთოდ. კარგი, მადლობა.
ბეთანია როგორც სათხილამურო კურორტი უკვე რამდენიმე დღეერაც დამსვენებლებს მასპინძლობს. წლევანდელი სათხილამურო სეზონი აქ ოფიციალურად გახსნილია. სეზონი გაიხსნა ოფიციალურად დღეს. თოვლი არის, როგორც ხედავთ, თოვს, დამსვენებლებიც ამოდიან. ვემსახურებით აბსოლუტურად ყველა კლიენტს, ვინც კი ამოდის. ტრასა იდეალურია, ბუნებით, სილამაზით, ხილველები ხართ, რა თქმა უნდა, ულამაზესი ტრასის ფლობელები ვართ, აქ დავდივარ ძალიან ხშირად და ძალიან მომწონს ეს ადგილი. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თბილისიდან 18 კილომეტრში თავი ნამდვილ სათხილამურო კურორტზე ამოყოთ. დაწყებთან შედარებით წელს აქაურობას ბევრად მეტი დამსვენებელი სტუმრობს. ხშირად ამოვდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სრიალი და კარგად უსრიალებ, როგორც მეუბნებიან და თოვლი მიყვარს ძალიან. ყველაფერია ჩემთვის აქ ამოსვლა და დასვენება და ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ხალხია და მოსწონს, როგორც მე ყველას და კარგად ვერთობით. ძალიან მიყვარს სრიალი და იქედან გამომდინარე, რაც გაიხსნა, ყოველ დღე ამოვდივარ თითქმის, თან კომფორტულია ძალიან იქედან გამომდინარე, რომ ანუ სამსახურის მე ეგრევე ამოვდივარ, ახლოს არის თბილისთან და რა ვიცი, რა ვგიჟდა, მეგობრებთან ერთად აი ძალიან მაგრად ვერთობი. 600 მეტრიანი სათხილამურო ტრასის გარდა ბეთანიაში ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი ადგილებიც მოეწყო. ახალბედა მოთხილამურეებისთვის კი აქ ინსტრუქტორები მუშაობენ. გელოდებით ყველას ბეთანიის სათხილამურო კურორტზე ყველა ახალდამწყებ მოთხილამურეს გვაქვს ძალიან კარგი ტრასა, ძალიან მარტივი და ყველანაირად შევეცდებით, რომ დაგეხმაროთ და გასწავლოთ თხილამურებზე სრიალი. თამოვედი აქ და ძალიან მომწონა ყველას გიჩვენთ ამოსვლას. ხარივით სრიალებ, ხარივით ხანდახარ. ბეთანია დამსვენებლებს ყოველ დღე დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე ელოდება. შაბათ-კვირას კი აქ სრიალი ღამის 2 საათამდე შეგიძლიათ. ბიგელის ფასი კი აქ სიმბოლურია და თითო ჩამოსრიალება 1 ლარი ღირს. ბეთანია დამსვენებლებისთვის განსაკუთრებით ღამის საათებშია მიმზიდველი. ასე რომ, ვისაც სრიალი გიტაცებთ და ქალაქიდან დიდი ხნით გასვლას ვერ ახერხებთ, ამ კურორტს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ახე რა მაგარი ადგილი გვაქვს. არა, ბაია, მე ვიძახე რომ ჩვენი ბუნება არის საოცრება. დაუჯერებელია. აქ მზიარი ეხლა ახლა ბეთანიაში. კი, და ნიას ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გაიყინა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჩვენებინა ეს. ნუ ეხლა გაიყინა რა, ეხლა ესეთი თუმცა რატო სუფთა ჰაერი? ჰაერი პირიქით მე ვშუს. ჩაკლაპა გლინტვეინიც მიირთვა ალბათ. ალბათ. ქრისტე, რასამ მე ამდენი ხანია ბეთანიის შესახებ ვიცი, რომ იქ შეიძლება ასვლა და სრიალი და არ მჯეროდა, რომ ეგეთი არა, მართლა სასწაულია. ნიას მართლა ძალიან დიდი მადლობა, არა. აქვე 25 ესე იგი, პირველად აკეთებ ყავას, პირველად ადიხარო დამთავრში ბეთანიაში. რა თქმა უნდა, ის მოთხილამურები, რომელიც პროფესიონალურად სრიალებენ, მათთვის ეს უბრალოდ თავშესაქცევია და მხოლოდ გართობაა, იმიტომ რომ ტრასა საკმაოდ მოკლეა, ხო? კი, მოკლეა, ძალიან ჩქარა ჩამოდიხარ, მაგრამ ადგილია მაგარი რა, აი თუ ბავშვებისთვის გადასარევი. და გარემო არის აი თვის კურორტზე ხარ. მაგრამ ბეთანიაში რო ახვიდე, თუ გზა დათოვლილია, შეგჭირდება მეულოდეს რჩევები მანქანით, როცა. მეულოდეს რჩევები და კონტრ ისენი შეკითხვა. აბარა, და ყველაფერი უნდა ვკითხოთ ბაია. რეკლამის შემდეგ გვიყურეთ და ისწავლეთ მოყინულ, დათოვლილ, გაუკვალო გზაზე მანქანით როგორ უნდა გადაადგილოთ.